დავით გაბაიძე არა მარტო რიჟვაძის კადრად შეიძლება მოვიხსენოთ, არამედ ის არის თორნიკე რიჟვაძის ძალიან ახლო ნათესავი. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრიფინგი და გაბაიძემ დაადასტურა ჩვენს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაცია. ამავე დროს აღნიშნა, რომ მას დაასწრეს ამ ინფორმაციის გავრცელება და ამიტომ მოუწია საგანგებო ბრიფინგით წარმსდგარიყო დღეს საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, ბევრ დეტალზე არ უსაუბრია გაბაიძეს, მან ეცადა კითხვებზე თავი აერიდებინა იმ პასუხისთვის, რაც რეალურად ყველას ეჭვი ჰქონდა. საქმე ეხება თორნიკე რიჟვაძის გარემოცვას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ფაქტები ცხადყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ყველა პირი სულხან თამაშაშვილმა პრაქტიკულად გაუშვა. დაიწყო მერებით, სამსახურის უფროსებით, დაახლოებით არსებული ინფორმაციით 400 ადამიანამდე ქართული ოცნების ძალიან აქტიური წევრებია სახლში გაშვებული, თუმცა ყველა მათგანს კავშირები ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან და როგორც ამბობენ, სწორედ ამის გამო გადაწყვეტა სულხან თამაზაშვილმა ეს ველი ეგრეთ წოდებული მოესუფთავნა. ბუნებრივია ჩვენ ესეც ვკითხეთ დღეს დავით გაბაიძეს და მან ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მადლობა გადაუხადა გუნდს, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტს, პრემიერს და თქვა, რომ მან მისი თავი ამოწურა. ის მე-10 წელია, რაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და აღნიშნა კიდევაც, რომ ის თორნიკე რიჟვაძემდე იყო ამ თანამდებობაზე და ჩვენ ვკითხეთ მას ასევე, რატომ ამ დრომდე არ გააკეთა თუნდაც განცხადება, თუ ეს ყველაფერი რას უკავშირდება, ასევე ცადე დაეკონკრეტებინა, მინიმუმ ისე თქვა, ვინ მოთხოვა მას ასე სასწრაფოდ განცხადების დაწერა, თუმცა დავით გაბაიძემ დამაზუსტებელ დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას თორნიკე რიჟვაძესთან ამ ბოლოს პერიოდში არ აქვს ურთიერთობა და მხოლოდ ოჯახის წევრებით იგებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია და დააზუსტა, რომ თორნიკე რიჟვაძესთან კავშირს გამორიცხავს ის მისი გადადგომის თაობაზე, თუმცა როგორც გითხარით, ყველას ჰქონდა ის განცდა და ის ინფორმაცია, რომ სწორედ რიჟვაძესთან კავშირების გამო, როგორც გითხარით, ბოლო დროს დადასტურებული ფაქტებიდან გამომდინარე, მას უბრალოდ უთხრეს, რომ სახლში უნდა წასულიყო. სურს გავაკეთო განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებით პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემს კოლეგებს უმაღლეს საბჭოში ჩვენ ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ ერთად. შესაძლებელია გარეთ ყველაფერი ჰარმონიულად ჩანდა, მაგრამ ჰქონდა კამათიც, მაგრამ ეს კამათი არასდროს არ გადასულა განსაკუთრებით უმრავლესობის შიგნით ზღვარს და მე ამით ბედნიერი ვარ. ამაზე მე დიდი ხანია ფიქრობ, არ დაგიმალავთ. დღეების განმავლობაში და თვეების განმავლობაში მქონდა მე გუნდთან კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. თორნიკე რიჟვაძის ეგრეთ წოდებული კლანის არც ერთი წევრი აღარ დარჩა თანამდებობაზე და თქვენ თორნიკე რიჟვაძის მოდი ასე ვთქვათ, მე მგონია რომ აქ სიტყვა კლანი არ არის ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ერთი კი ბატონო, მეორე რადგან თორნიკე რიჟვაძე ვახსენეთ, მე მინდა ვთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მანამდე კიდევ ერთი მთავრობის თავმჯდომარე იყო თქვენიცით. აქედან გამომდინარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არ ამგონია რომ სწორი იყოს, რა თავრობის თავმჯდომარის როლი აქ შეიძლება მხოლოდ იყოს ის, რამდენადაც ის წარმოადგენს გუნდის წევრს და ბუნებრივია როგორც გუნდის სხვა წევრებთან უპირველეს ყოვლისა ის წარმოადგენს გუნდს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და რა თქმა უნდა მასთანაც ჰქონდა კონსულტაციები და უზარმაზრებთან ერთად. არა ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცდილობდა არ ესაუბრა კონკრეტულ დეტალებზე დავით გაბაიძეს, მას მისი პასუხებიდან გამომდინარე განცდა, რომ სწორედ ეს გახდა მისი სახლში გაშვების მიზეზი და მას უბრალოდ უთხრეს, რომ უნდა დაეწერა განცხადება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ჩვენ მქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას თხოვდნენ როგორც სხვებს Facebook-ით გაევრცელებინა ეს განცხადება, თუმცა მან პრინციპულობა გამოიჩინა და უარი თქვა ამაზე, მან
სცადა ყოველ შემთხვევაში მედიასთან აეხსნა, რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ ყველაფერს, რასაც გიყვებით, ადასტურებს, არის ის, რომ გაბაიძემ დღეს პირდაპირ თქვა, რომ ის ცოტა ხანში უმაღლეს საბჭოსაც დატოვებს, ანუ რიგით წევრადაც აღარ დარჩება. რაც შეეხება მის შემცვლელის კანდიდატურას, როგორც დილით უყვებოდით მაყურებელს, მის შემცვლელად განიხილება ცოტნე ანანიძე. ესეც იმ ყველაფრის დასტურია, რომ რიჟვაძის ეგრეთ წოდებულ კლანს მთლიანად იცილებს სულხან თამაზაშვილი, რადგან ცოტნე ანანიძე არის ის ადამიანი, რომელსაც რიჟვაძესთან არც თუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამომდინარე იქედან, რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს სწორედ რიჟვაძის მამის ჩვენების საფუძველზე მოუწია ცოტნე ანანიძეს რამდენიმე ხნით ციხეში ყოფნა და ბოლო პერიოდში სამთავრობო მედიას თუ გადააულებთ თვალს, ნახავთ, რომ ცოტნე ანანიძის პიარი ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ჩაგვეწერა თავად ცოტნე ანანიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ აქვს მას ინფორმაცია. ჩვენ ასევე საუბრეთ დავით გაბაიძის მოადგილესაც, რომელსაც ბუნებრივად დაუსვით ის შეკითხვები, რაც ისმის. ათავისუფლებს თუ არა რიჟვაძის საახლობლოდან და სანაცნობოდან სულხან თამაზაშვილი მთლიანად აჭარეს. ყველაფერს ვერ გიტყვით ამის შესახებ. მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. მოვლენები განვითარდება სიტუაციის შესაბამისად და ამის შესახებ გაიგებს საზოგადოება ეტაპობრივად. ყველა კითხვაზე გაგეცით სოკრატეს გენიალური სიტყვებით პასუხი. მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. ანუ არაფერი არ იცის ცოტნე ანანიძემ, რომ მალე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ხდება? გავიმეორებ ისევ ამ გენიალურ სიტყვებს. რა გახდა დავით გაბაიძის გადადგომის მიზეზი? არის ეს თორნიკე რიჟვაძესთან ახლო კავშირის თემა? არა. თქვენ მისი მოადგილე ხო ხართ? იყავით. ნუ ცოტნე ანანიძე რომ ცulis მას გააქვთ ეს ინფორმაცია? არ ვიცი ჯერ არა. არ განხილულა ვინ შეიძლება იყოს? საუბარი საერთოდ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რიჟვაძის ესე ვთქვათ მხარდამჭერების და კლანის სრულად გათავისუფლებას? რასა? თავად დავით გაბაიძემაც ვკითხეთ ბუნებრივია ცოტნე ანანიძის თაობაზე, მან თქვა, რომ მიესალმება მხოლოდ მის კანდიდატურას. მე აქვები და მაყურებელს ვთქვა, რომ დავით გაბაიძე იყო ის ერთადერთი გამონაკლისი ქართული ოცნების წარმომადგენლებიდან, რომელიც ძალიან კონსტრუქციული იყო და ის არასდროს არ გამოირჩეოდა თუნდაც მედიასთან ან ოპოზიციასთან შეურაცხმყოფელი განცხადებებით, როგორც დღეს აქ მისმა თანამშრომლებმა აღნიშნეს, მათთვის დიდი დანაკლისია გაბაიძის წასვლა, რამდენიმე ადამიანმა რემლიც კი ვერ შეიკავა, თუმცა გაბაიძემ აღნიშნა, რომ ის აუცილებლად შეხვდება ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მედიასაც, თუმცა ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ეხებოდა მის პარტიაშიც დარჩენას, მან უპასუხოდ დატოვა, ჩვენ ბუნებრივად ვკითხეთ, ის რჩება თუ არა ქართულ ოცნებაში, მან მხოლოდ ის გითხრა, რომ ის მალე შეხვდება და მზად იქნება ყოველთვის კითხვებზე პასუხი გასცეს. რაც შეეხება პროცედურებს, უახლოეს ხანებში, როგორც გითხრეს, დაიწყება კონსულტაციები მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენი ინფორმაციით ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ამ პოსტზე განიხილება, არის ცოტნე ანანიძე.